ლანჩხუთში სარკინიგზო გადასასვლელების რიცხვი შემცირდება. ამის შესახებ რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თავას შელიამ განაცხადა. მისი თქმით, კომისია შეიქმნა, რომელიც გადასასვლელების ოპტიმალურ ადგილმდებარეობას და რაოდენობას თავად განსაზღვროს. ამის შემდეგ ლანჩხუთში სარკინიგზო გადასასვლელების ნაწილი გაუქმდება. ამ ფაქტს სოფელ ხაჯალიას მოსახლეობა აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, გადასასვლელის გაუქმების შემთხვევაში სოფელი გარე სამყაროს მოწმდება, რასაც ისინი რკინიგზის მაგისტრალს უვადო გადაკეტვით გააპროტესტებენ. საერთოდ მარტო აქ არა, მიმდინარეობს ყველა გადასასვლელების შესწავლა. და შემდგომ უკვე ახლა ალბათ შევიძენეს ჯერ ამისთან არის წარმოიშვა რა თქმა უნდა ჩვენ დავდიოდავ სინჯად არის შიში იმისა რომ ყوارი კეტება. მაგრამ რა მოხდება უკვე მას კომისიამ მე შესწავლის შემდგომ გადაწყვეტა. ება ჩამოსული არის რკინიგზის დეპარტამენტიდან და მიდის მინდა სამუშაო პროცესი, როგორც გადაწყვეტავენ სპეციალისტები არიან და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდება მუშაობთ ოპტიმალურ ვარიანტზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოგახსენათ ზეგან რკინიგზის დეპარტამენტიდან ეს ყველაფერი კეთდება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ადგილი ვერ გამონახეს ზიმნაერი ორივე ხარე რომ დაკმაყოფილებული იყოს. ადგილი ნახეს ბოლოს და ხიდი იყო პრობლემა. ხიდზე რაიონმა ვერ დაეთანხმა რკინიგზამ ჩვენ ხიდს ვერ გავაკეთებთო. ხვალიდან მიმართავთ ზევით და შეიძლება გზაც გადავკეთებო ასეთმა ხალხმა.